Ჩვენ ყოველთვის შეგრუნდებით შემოგვეთა მეორე სტუმარი, ჟურნალისტი, ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი, ძალიან დიდი მადლობა. სოსო, რომ მოგბრძანდით გამონახეთ დრო და ხართ ჩვენთან ერთად. ბატონო, როგორ საკითხზე მინდა ვისაუბროთ? აი ამ რუსეთ-უკრაინის ომმა, თქვათ, ევროკავშირის სახელმწიფოები, დააზარალა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ფინანსურადაც, ხო, ეკონომიკურადაც, მათ მოუწიათ გარკვეული ხარჯის გაღება უკრაინის დასახმარებლად, გარდა ამისა მათ გაუძვირდათ ენერგომატარებლები, აი რუსეთის გამოცხადებული სანქციების გამო და უფრო ძვირად უწევთ ამის შესყიდვა ამერიკის შეერთებული შტატები და თქვათ ევროკავშირის იმავე წევრი ქვეყნისგანაც, ვისგანაც იძენენ და როგორც იცი სამჯერ გაძვირდა ვიდრე რუსული და საკმაოდ ბევრი თანხა გააკეთა ევროკავშირის იმ ქვეყანამ დანარჩენ თავის ევროკავშირლებზე, რამაც ბუნებრივი არ გააძვირა თვითონ ევროკავშირის საქონელი თვითღირებულება და არაკონკურენტუნარიანი გახდა და მით უმეტეს ახლა როცა ბაზრებისთვის დიდი ბრძოლა და დიდი ომია და ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირებაც თავის დროზე ტრამპის პირველი პრეზიდენტობის სწორედ ამას უკავშირდებოდა გასაღების ბაზრების მოძიებას. ან და მეორე მხრივ თქვათ ამერიკის შეერთებული შტატები თითქოს გადის ნატოდან. ყოველ შემთხვევაში ეს და აღარ არის პრიორიტეტი უარეს შემთხვევაში ევროკავშირის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების და უკეთეს შემთხვევაში საწევროს გადახდას თხოვს და ამ საწევრო გადასახადის გაზრდას. შესაბამისად იბადება კითხვა და ამ დროს ევროკავშირი მოუწოდებს და მათ შორის დიდი ბრიტანეთის, თუმცა არ არის ევროკავშირი, მაგრამ ევროპის ტერიტორიულად ევროპაშია. ხო, იყო რა თქმა უნდა. და სხვათა ძალიან კომიკურია თვითონ გავიდა და ჩვენ როგორ რომ ევროკავშირს აცდითო. ეს განცხადებები სასწაულია, საოცარია ხოლმე ეს მოწოდებები. და ამ ფონზე, მიმდინარე აი ამ არსებული სიტუაციის ფონზე, აქვს თუ არა პოტენციალი ევროკავშირს, რომ გააძლიეროს თავისი საკუთარი ეკონომიკა, იმიტომ რომ ევროპა უპირველეს ყოვლისა ასოცირდებოდა კეთილდღეობასა და მაღალი ხარისხის საქონელთან ეს იყო. აქვს თუ არა ამის პოტენციალი, გარდა ამის აქვს პოტენციალი სამხედრო მრეწველობა გააძლიეროს თავისი იმდენად რომ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. და კიდევ ძალიან საინტერესოა რომ თქვათ ჩვენ როდესაც ესეთი პროცესები ვითარდება მსოფლიოში, ჩვენ ვიცით რომ ჩვენზეც როგორც აისახება ესეც მნიშვნელოვანია, ჩვენი ლარი გამყარებულია დოლარით. როგორც ვიცით, ხო? ლარი მყარდება. კი ბატონო. გამყარებული არა, უკაცრავად გამყარებული მე მაპატიეთ სიტყვა ამერი, უზრუნველყოფილი არის დოლარით და როგორ შეიძლება ეს პროცესები, რომელიც მიდის ამ ხრივაც აისახოს ჩვენზე. დავიწყოთ ჯერ იმით ევროკავშირს აქვს თუ არა პოტენციალი საკუთარი თავი დაიცვას სამხედრო თვალსაზრისით. ძალიან პატარა დაზუსტებას. ესე იგი, მხოლოდ დოლარით იყო უზრუნველყოფილი ჩვენი ლარი, მაგრამ შარშან უკვე ჩვენმა ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ოქროს შესყიდვა. ითვლებოდა ბრეტენ ვუდის ხელშეკრულების შემდეგ, რომ ოქროს ჩამოერთვა ესე ვთქვათ, საერთაშორისო შეთანხმებით ფულის ფუნქცია, მაგრამ პრაქტიკულად ესე არ მომხდარა და ყველა საქმისმცოდნე ბანკი იქნება თუ ვთქვათ ბიზნესმენი თუ მსხვილი კორპორაცია თუ რაღაცა, ყველა მიცის რომ ოქროა სწორედ ფული და დანარჩენი არის ვითომ ფული, მათ შორის დოლარიც. ხო და იმიტომ რომ დოლარიც ისევე განიცდის ინფლაციას, შეიძლება ცოტა ნაკლებად ვიდრე ლარი, მაგრამ ისიც ინფლაციურია. ინფლაცია არასოდეს არ ემუქრება ოქროს, ოქრო ყოველთვის ფულია და აი ფულის მოკეთ ეკონომიკის თეორიაში ყველა იმ ფუნქციას, რაც ფულს უნდა კონდეს, პასუხობს და ესე იგი პასუხობს მხოლოდ ოქრო. მეტის არაფერი. არა, ოქრო, უძრავი ქონება, ვერცხლი, რაც თავისთავად საქონელია. ეხლა გადავიდეთ ევროპაზე, ხო? ეხლა საქმე რა არის? ჯიდი ვენსმა გახსოვთ მიუნხენში ევროპელებს უთხრა, რომ მათი მთავარი მტერი არის არა რუსეთი, ანუ მტერი ყავთ შიგნით, თვითონ არიან თავის მტერი, ხო? ეხლა ვინ თვითონ? მე არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი, რომ აი გერმანია, საფრანგეთი, არა გერმანია და საფრანგეთი და არა ქვეყანა, არამედ ის პარტიები, ვინც არიან ხელისუფლებაში. ესენი მოგეხსენება ძირითადად არიან სოციალისტური პარტიები და აი პასუხი კითხვაზე თუ აქვს თუ არა ამ ქვეყნებს ევროკავშირის და ევროპის ქვეყნებს პოტენციალი აქვთ. წარმოიდგინეთ, რომ მათ არც კი სჭირდებათ რუსული ენერგომატარებლები, მაგრამ აი სწორედ თავისი იდეოლოგიის გამო წვანე შეხედულებების გამო თვითონ თავის თავს აუკრძალეს
ნავთობის და გაზის მოპოვება. ჩრდილოეთის ზღვა ძალიან მდიდარი არის გაზითაც და ნავთობითაც. აი მაგალითად ახლა ნორვეგია არის ყველაზე მსხვილი მომპოვებელი ნავთობისაც და გაზის. ბევრი ფული გააკეთა ნორვეგიამ. ნორვეგია გააკეთა, მაგრამ შეუძლია ბევრად მეტის გაკეთება, მაგრამ აქვს თვითონ მიღებული კანონი, რომ აი სანაპიროსთან ახლოს შელფზე იქ უმდიდრესი საბადოები არის, მაგრამ ამ მწვანე შეხედულებების გამო მათ არ ამუშავებენ, უბრალოდ არ ბურღავენ იქ. იგივე ხდება ბრიტანეთის გარშემო უდიდრესი საბადოებია, მაგრამ არ იყენებენ. ზუსტად იმ მემარცხენე და მწვანე შეხედულებების გამო. ეხლა ეს მწვანე შეხედულება ხო იმისავით არის, რა ქვია, აღარ მახსოვს მეგონი არ მახსოვს რომელმა ქართველმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ეს მწვანეები საზამთროს გავსო, გარედან მწვანეა და შიგნით წითელია. ხო და ესეთი მდგომარეობა ისე რომ მოკლედ ესე იგი პოტენცია აქვს, მაგრამ თუ ვერ გამოიყენებს არა, ნუ მოდი ახლა ვნახოთ, გამოიყენებს თუ ვერ გამოიყენებს, მოდი ახლა ამას შევხედოთ, ხო? გამოიყენებს თუ ვერ გამოიყენებს. რა პერსპექტივა, როგორ შეიძლება საერთოდ მდგომარეობა განვითარდეს, ხო? ახლა ჯი.დი. ვენსმა და მოკლედ ამერიკის დღევანდელმა ხელისუფლებამ ევროპას რა უთხრა? ან კიდე მოდი ესე ვთქვათ, თვითონ რა მდგომარეობაშია ახლა ტრამპის მთავრობა. საქმე ის არის, რომ წინა მთავრობამ, ბაიდენის მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატები მიიყვანა გაკოტრების პირას. განსაკუთრებით აი არჩევნების დამთავრების შემდეგ თუ კი სადმე რამე ფულის გადარიცხვა შეიძლება და ყველა მიმართულებით გადარიცხა, რომ ამერიკის ბიუჯეტი დაეცალა მთლიანად. ისე რომ პრაქტიკულად ტრამპმა მიიღო სრულიად ცარიელი ხაზინა. და აი ახლა 25 მარტისათვის ახალ ბიუჯეტზე უნდა დაიწყოს კონგრესმა მუშაობა და ძალიან მძიმე პროგნოზები არის, იმიტომ რომ ნუ შეიძლება რაც ყოველთვის ხდება ხოლმე ასე დროს, ესე იგი დემოკრატიულმა პარტიამ არ დაუმტკიცოს ბიუჯეტი, ხოლო თქვათ რაიმე ხერხი რომ რამე შემოვლითი გზით, ანუ თუ ბიუჯეტი არ ამტკიცდება, მოგხსენებათ რომ ამერიკაში ესეთი კანონია, რომ წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით რაც ფინანსდებოდა, ის დაფინანსდება, მაგრამ ამისი ფულიც პრაქტიკულად არ არის ხაზინაში. ის რისი დაფინანსებაც არ უნდა ტრამპს. ისინი იქნება გათვალისწინებული ის ორგანიზაციები, რომელიც აკრძალა შეუჩერა დაფინანსება. არა მარტო ის, რაც უნდა ახლა ყველაფერს არ აუქმეს. რა თქმა უნდა, ხო და ესეთი მდგომარეობაა და ახლა ჩვენამდე ასე მოდის ინფორმაცია, რომ ტრამპს აღარ უნდა თქვათ გაეროს დაფინანსებაც კი თქვათ ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ჯანდაცვის ხო და იქ კიოტოს და პარიზის ხელშეკრულებებიდან გამოსვლა უნდა, ასევე არ უნდა თქვათ იქ ომის დაფინანსება ამ ევროპაში, ანუ უკრაინის დახმარება, მაგრამ სინამდვილეში ფული არ აქვთ. უბრალოდ არ აქვთ ფული. ხო და ასეთი მდგომარეობიდან გამოდიოდნენ ხოლმე, რომ იღებდნენ ახალ საგარეო ვალს, ანუ ობლიგაციებს ყიდიდნენ, მაგრამ უკვე მაქსიმალურ ზღვას ამერიკის კანონის მიხედვით მათ აღარ აქვთ არც $1 ემისიის ახალი ვალის აღების უფლება აღარ აქვთ. კანონი ესე იგი ბაიდენმა დაამთავრა, მიიყვანა იმ მაქსიმუმზე, რომლის ზემოთ უკვე აღარ შეიძლება. ხო და ეს ხერხიც ეს ბერკეტიც აღარ აქვს ტრამპს. იმიტომ არის, რადგან თქვათ აი ესე გამალებით რო ეძებენ კორუფციას და დიახ ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ მაქსიმალურად გაწიონ ეკონომიკა, მაქსიმალურად გამონახონ ისეთი ხარჯვის, ისეთი სფეროები, რომელსაც არაფერი არ მოაქვს ქვეყნისთვის, ხო და ისეთი ხარჯვაა რა რაღაცის გულისთვის. იდეოლოგიის გულისთვის მოდი ესე ვთქვათ და ან კიდე შეიძლება არც არის, მაგრამ აუცილებელი რაც არ არის. და აქედან რაღაცა ფინანსური ის მიიღონ, შეღავათი მიიღონ. ხო და მოკლედ ესეთი მდგომარეობაა, რომ ტრამპს მოკლედ ესე იგი უბრალოდ ძალიან რომ მოიდობა საფული არ აქვს ევროპას დაეხმაროს.
ძალიან რომ მოინდომოს ფული არ აქვს რომ უკრაინას დაეხმაროს. მაგრამ ტრამპმა გასაგებად უთხრა რომ ჩვენ ევროპელებს არ გიგზავნოთ ნებას გაძლევთ რომ იშოვოთ ფული და ჩვენგან იარაღი იყიდოთ და თქვენი თავდაცვისთვის იქნება თუ უკრაინის დასაყრდნობით რაც პრაქტიკულად ერთ და იგივეა. კი ბატონო, იყიდეთ. ასევე უკრაინელებს უთხრა რომ კი ბატონო მოგაწვდით იარაღს, მაგრამ თქვენ მოგეცით აი ეს წიაღისეული, ხო? რაღაცა ეს ძირფასი ლითონები. რაზეც უარი ჯერ თვითონ ჯერ თანხმობა იყო და მოგესწრებათ რომ როდესაც ჯერ კიდევ ბაიდენის დროს ეს საფული იყო თუ არ ვცდები საფულის დასაწყისი იყო ზელენსკი იყო ამერიკაში და ლინსი გრემთან ერთად ჰქონდათ ინტერვიუ და იქ გამოაცხადეს რომ ესე იგი რომ უკრაინის პრეზიდენტი მზად არის რომ უკრაინა აქციოს დასავლეთის გაერთიანებული დასავლეთის ნედლეულის წყაროთ თუ საფუძვლად თუ რაღაცამ და ანუ ჩვენ მოგცემთ დასამუშავებელი ნედლეულს და თქვენ შესაბამისად ფინანსურ დახმარებას სამხედრო საშინო ანუ მაშინ ის თანახმა იყო ტრამპთან მოლაპარაკების დროსაც ახლაც თანახმა იყო მაგრამ აი ეხლა თითქოს არ ვიცი რომ არა რატომღაც ესე იგი თითქოს არასამბობს მაგრამ ნახეთ რა ხდება ტრამპი არის ცნობილია ხო რომ არის ოსტატი მოლაპარაკებების ოსტატი ну ციგნიც აქვს ამაზე დაწერილი ხო და ახლა როგორი ის აქვს როგორ მანევრებს აკეთებს ხოლმე როგორი ტაქტიკა აქვს ესე იგი ჯერ რაღაცას კარდინალურად მეტს მოითხოვს დაემუქრება შეაშინებს რაღაც აკეთიკი და მერე თანხდება უფრო ნაკლებს ან შეიძლება კიდევ უფრო რთულ თამაშს თამაშობდეს და სულ სხვაგან უმიზნებდეს რაც ერთი შეხედვით არ აჩანს. ახლა ამ შემთხვევაში რა ხდება ნახეთ სოციალისტური მთავრობებია პრაქტიკულად უმეტესობა ხო იქ ჩვენ ფიცო ყავს იქ ჩვენ ის ყავს რა ქვია ჯორჯინა იტალიაში და ყავს უნგრეთში ხო ხო და დანარჩენი ყველა არის სოციალისტური მთავრობები. მათ ფული აქვთ, თავდაცვისთვისაც აქვთ, ყველაფრისთვის აქვთ, ბევრი ფული აქვთ, მაგრამ ხო გახსოვთ რომ მიუნხენში ტრამპის ჯიდივენსის გამოსვლის შემდეგ ესენი გამოდიოდნენ და ესე პანიკურ მდგომარეობაში ჩავარდნენ და დაიწყეს ფიქრი რომ რა ვქნათ რა გვეშველება მოდი შევქნათ ესე იგი ევროპის თავდაცვის ძალები ნატოზე ჩვენ ვეღარ დავეყრდნობით ხო და მაგრამ არ შეგვიძლია ესე იგი პრაქტიკულად ჯერ 2% მოითხოვა ამერიკამ მერე 2% ნახევარი მერე საერთოდ 5%-ია ლაბარაკი და უფრო მეტზეც მაგრამ ჩვენ ეს რო დავაფინანსოთ, მაშინ ჩვენ ფული არ გვიყოფა სოციალურ პროგრამებზე. აი თითქოს ამ ხალხს ატარებდნენ. ეს სოციალური პროგრამები რა? მართლა არ ეყოფათ? თუ ტყვიან. სოციალურს თუ დააფინანსეს და ისიც მაშინ არ ეყოფათ. მაგრამ რაღაცა პრიორიტეტები ხო უნდა დაალაგო რა არის შენთვის ახლა მთავარი შეინარჩუნო სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა თუ ის რომ imave ტემპით გააგრძელო ტოლვილების მიღება. ხო ეს მუსულმანები თუ შეიძლება მაყურებელს და მსმენელს და სოციალურ პროექტებზეა ლაპარაკი აქ იგულისხმებიან აი ეს დევნილები აღმოსავლეთიდან. აღმოსავლეთ და დევნილები რაც ხო არა მარტო ეგ მერე ესე იგი LGBT პროგრამები მერე ტრანს აი ეს გენდერული პროგრამები. ეს რაც არის თანამედროვე ამ ლიბერალების იდეოლოგიის მიმართულება პრიორიტეტები რაც ფულს ხარჯავენ ამაზე არ ეყოფათ. თორე იმაზე არ არის ლაპარაკი რომ პენსიებზე არ ეყოფათ და უმუშევრობ ვარიანტი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ხო ამაზე ცხადი ამაზე სამისო ფული აქვს მაგრამ იმაზე არ ეყოფათ ხო და ახლა ევროპა თუ გადაწყვეტს რომ ურჩევნია საერთოდ არ იყოს და საერთოდ რუსეთმა ალექსია გაუკეთოს ოღონდ არალეგალებს არაფერი შეეხოთ ხო ნუ მაშინ ხო და აი საქმეც ეს არის რომ აი ეხლა მოხდა აი ეს ამბავი მიუნხენში და მიუნხენის შემდეგაც რომ ტრამპის ხელისუფლებამ ევროპელები ძალიან შეაშინა
მას არ უთქვამს რომ თქვენ შექმნითო თქვენი შეერაღებული თავდაცვის ძალებიო, მაგრამ ევროპელებმა თვითონ თქვენს არ უთქვამს რომ ესე იგი აი ამას მოაკელი და იმას დაუმატეთო, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ აქვს, სუვერენიტეტზე უარსხევი იტყვიან. ხო და ამიტომ ჩვენ ცოტა ხანში დავინახავთ რომ როგორც თავი დროზე კანადის ხელისუფლებამ და მექსიკის ხელისუფლებამ ზოგმა ერთ საათში და ზოგმა ორ დღეში ესე იგი 100%-ით შეასრულეს ის რაც ტრამპს უნდოდა, დავინახავთ რომ ევროპა გამოიღვიძებს, ოღონდ ისე კი არ გამოიღვიძებს ეს ვოლკიზმი რო იყო და ამერიკაში არა მარტო ამერიკაში ხო არამედ გამოიღვიძებს გონიურულობა საღი აზრი გამოიღვიძებს და ევროპა დაიწყებს თავისი სახსრების მიმართვას მათი ეროვნული ინტერესების დასაცავად, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ. ანუ ეს სატარიფო დაპირისპირებამ ეს შეიძლება გამოიწვიოს. ეხლა რაც შეეხება ტარიფებს. მოიგოს ორივე მხარე? ეხლა რაც შეეხება ტარიფებს. ესე იგი ჩვენ ცხოვრობთ ძალიან მძიმე საინფორმაციო დიდი ტყუილის პირობებში. ესე იგი რომ გაიძახია რომ ამერიკამ თუ ტრამპმა წამოიწყო სატარიფო ომი, რას მოითხოვს ტრამპი დანარჩენი ქვეყნებისაგან? ის მოითხოვს სარკისებურ სატარიფო პოლიტიკას. ანუ რასაც თქვენ მე მახტევინებდით და ამერიკას აქამდე ძარცვავდით, აღარ გაგაძარცვინებთ. ისეთივე ტარიფებს დაგიწესებთ, რასაც ჩვენ გვახტევინებთ. ხო და მე თანდათან თქვენ მიხვდებით, რომ ეს თქვენ რო ტარიფებს გვიწესებდით, ეს არ იყო გონიურული და არ იყო სწორი. ხო და მე შეიძლება მოვილაპარაკოთ, რომ საერთოდ უტარიფოთ ვივაჭროთ ერთმანეთს. ხლა არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თქვა ტრამპს უნდა რაღაცა გადაახდევინოს იმაზე მეტი, ვიდრე ახდევინებენ ისინი ამერიკას. პრაქტიკულად ყველაზე უფრო სამართლიან სატარიფო პოლიტიკას თავაზობს, მაგრამ ესენი ამას ბერავენ და ვითომ ესე იგი ეს რაღაცა შეშლილია და დაშლა უნდა მსოფლიო წესრიგის და სინამდვილეში მსოფლიო წესრიგი იყო დაშლილი. და ეს ახლა ამას აწესრიგებს. მეტი არაფერი არ ხდება. ახლა თუ გნებავთ ერთ შეთქმულების თეორიას რა კი ბატონო თან ახლა ამბობთ ყველა რაღაცა შეთქმულების თეორიას უწოდებდნენ ყველაფერი ძალიან ნამდვილი აღმოჩნდა და რა მოგისმენთ დიდი სიამოვნებით იქნება ეს ნამდვილია და არა შეთქმული არა ნამდვილად ნამდვილია ნამდვილად არის ესეთი ძალიან საინტერესო ადამიანი ეს არის ამერიკის საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანი გარი ტაბახი რომელიც მოსკოველი ებრაელია და პირველი რუსი ებრაელია, რომელიც გახდა, გენერლის დონის სამხედრო რა. პირველი რანგის კაპიტანი ეს გენერლის დონი. ესე იგი, ეს კაცი მსახურობდა ამერიკის საელჩოში, ნატოს სხვადასხვა ძალებში მსახურობდა, მოკლედ ესე იგი, სამხედროსთან ერთად არის სამხედრო დიპლომატი. ხო და მათ შორის ის მონაწილეობდა აფხაზეთის ამბებშიც და საქართველოში ცხოვრობდა აფხაზეთის ამბებში აი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა როგორც ამერიკისა და ნატოს წარმომადგენელი რაღაც ესეთ გამოლაპარაკებას ვერ ვიხსენებ მე აფხაზეთის ომზე სამწელი ნაწერი მაქვს არის ესეთი მოლაპარაკებები მე ალბათ მე ლინკს ჩაგიგდებთ ანუ როცა ეს მშვიდობა მყარდებოდა მე შემდეგ პერიოდში ომის მიმდინარეობისას ხო ამერიკა არ იყო წარმოდგენილი კი ბატონო ხო ხო და ეს ესეთ რაღაცას ყვება რომ ესე იგი ვარო აფხაზეთში სოხუმში და იქ არიან რუს სამხედროებთან მაქვს ურთიერთობა ხა ჩვენ ამერიკელები ზემოდან უყურებთ რუსებს და მიღოთ რომ რუსი ებრაელი იყო მაინც ზემოდან უყურებდა ხო ის არ თვლიდა თავს არც ახლა ის უყურებს ამერიკელია სულით და ხორცით და თან ხო სამხედრო პატრიოტი და ასე შემდეგ მაგარი კაცია, ვაშკაცი კაცი, ხო? და რუსი პოლკოვნიკი, ერთ-ერთი რუსი პოლკოვნიკი, რომელთანაც ხშირად ჰქონდა შეხვედრებიო და მე სულ ზემოდან უყურებდიო, ეს მეუბნებაო, რომ აი ახლა ხო ისე ჩანს, რომ ჩვენ უმარცხდებითო. ანუ საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთს პრაქტიკულად აკონტროლებენ ამერიკელები და ასე შემდეგ. ხო და ეს კლინტონის ის არის პერიოდი. ხო
ხო და ისა რა ქვია, მაგრამ აი თქვენ ნახავთო გავადრო და ჩვენო თქვენ შიგნიდან დაგშლით. ხო და მე მაშინ ამასო არ მივაქციო ყურადღება, გამეცინაო და ნუ კაი ხო როგორც არისო და წამოვედი. ამას ყვება იური ტაბახი. შემდეგ არის ესეთი ბლოგერი არის გარი გინდლერი. ეს არის ფიზიკოსი, ძალიან უჩვენესი კაცია. და ილარიონოვი კარგად მოგიხსენება, ხო, ანდრე ილარიონოვი. ხო და ამ გარი გინდლერმა შეისწავლა დემოკრატიული პარტიის ისტორია 50-იანი წლებიდან დაწყებული და იქამდე შეისწავლა ამერიკის კომუნისტური პარტიის დოკუმენტები, სადაფუძნებლო დოკუმენტები, პროგრამა და ისინი მომავლის გეგმები. და აღმოჩნდა რომ რადგან ესე იგი კომუნისტურმა პარტიამ ვერ მიაღწია პოლიტიკაში ორევითარ წარმატებას, კომუნისტური პარტიის ყველაზე ჭკვიანი ხალხი გადავიდა დემპარტიაში, დემოკრატიულ პარტიაში და კომპარტიის მიზნების განხორციელება დაიწყო დემოკრატიულმა პარტიამ და 70-80% განახორციელა. ეს ტროცკიზმის ამბავი, ტროცკისტული ელემენტები რო შეიმჩნეოდა, აქედან მოდის? მანდიდანაც მოდის და რომელი ერთი უნდა ვთქვა. ეხლა რაც შეეხება აი ამ მემარცხენეობას და სოციალიზმის, ეხლა სოციალიზმის საყრდენი ხო საბჭოთა კავშირი იყო, ხო და სოციინტერნი, იქამდე კომინტერნი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მთელ მსოფლიოში ამათი გეგმა იყო მსოფლიო სოციალისტური, მსოფლიო რევოლუცია, ხო? ხო და ეს მსოფლიო რევოლუციის გაკეთება საბჭოთა კავშირიდან არ გამოვიდა. ამიტომ ამათ აიღეს გეზი იმაზე, რომ მსოფლიოს ესე იგი სოციალისტური რევოლუცია გაეკეთებინათ შეერთებული შტატებიდან. შეერთებული შტატების ფულით. და კინაღამ მიაღწიეს მიზანს. პრაქტიკულად ესე იგი ამერიკა გახდა სოციალისტური, კლინტონებიდან დაწყებული და ობამაც და შემდეგ ბაიდენით გაგრძელებული. ევროპაში პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო რაღაცა მომენტში გახდა სანამ ეს მემარჯვენეები გამოჩნდებოდნენ, ხო? ყველა სახელმწიფო სოციალისტური იყო, სახელმწიფო კი არა, ყველა მთავრობა სოციალისტური იყო, ხო და ლამის გაიმარჯვეს. და საინტერესო ის იყო, რომ აი ამ ყველაფერს ეს ყველაფერი იყო ჯამში ჩინეთის კომპარტიის მიერ დაგეგმილი და ესეთი კოორდინაციით გაკეთებული და შეიქმნა ესეთი რაღაცა, ესე იგი ჩინეთის კომპარტია, მოსკოვი, ისლამისტური ქვეყნები, ამერიკელი სოციალისტები და ევროპული სოციალისტები. აი ესენი იყვნენ ერთ მხარეს. და ეხლა რო არ მოხდარიყო სასწაული და ტრამპი არ მოსულიყო ხელისუფლებაში, პრაქტიკულად სოფლიოს აწითლებდნენ ესენი. და ნახეთ რა ხდებოდა იმაში ეხლა ევროპაში. ევროპა ნელ-ნელა ყალიბდებოდა ევროპის ხალიფატად, ევროპის სოციალისტურ ხალიფატად. ერთ-ერთ აითოლას აქვს ნათქვამი პირდაპირ საჯაროდ და ოფიციალურად, რომ ყველა ჩვენი მეჩეთი თქვენს ქვეყნებში ეს არის ჩვენი მებრძოლების ყაზარმები. კი, ეს მოგიბოდა. ეს მეც ვიცი ეს გამონათქვამი. თეორია არ ვიცოდი შეთქმულების თქვენ რომ მოყავთ ეს გამონათქვამებიც. გააწითლეს პრაქტიკულად კანადა, გააწითლეს ამერიკა, აი წინა ჯერ კიდე შარშა. ხო და მოკლედ ესე იგი კომუნისტური პარტიის გეგმები განახორციელეს და კინაღამ გაიმარჯვეს. მადლობა ამას რომ გადავრჩით. ეხლა გეგმა არის ესეთი, ტრამპის გეგმა არის რომ დააბრუნოს ეს მდგომარეობა, სოციალიზმის კინაღამ გამარჯვებამდე მიყვანილი მდგომარეობა ამერიკაში მან ეს მეტნაკლებად განახორციელა, რაც შეეხება ევროპას, ევროპა უბრალოდ უნდა აიძულოს. და ამაში მას დამხმარედ გამოუჩნდა პუტინი. რასაც არ უნდა მოგვეჩვენოს, პუტინი, აი როგორც თავის დროზე პუტინმა გადაარჩინა ჩრდილოატლანტიკური სამხედრო პოლიტიკური გაერთიანება. რაც გულისხმობთ? გულისხმობთ მივარდა თავის. კარგი გაგახსენდებათ. ხო.
ნატო კაცო ნატო რა დამოწდა ნატოს ქვია ხო ჩრდილოეთ კი არა მე ვიგულისხმობ რომ რა მომენტში გადაარჩინა პუტინმა იმიტომ რომ ისა საბჭოთა კავშირის შემდეგ უნდა აუცილებლად დაშლილიყო და დაშლისკენ მიდიოდა ნახეთ ესე იგი ასე კი არა ქონდათ ხარჯები განელებული განულებული რაღაცებს აკეთებდნენ ამ ნატოში და ისა სანამ საბჭოთა კავშირი იყო და გეგმა იყო საბჭოთა კავშირის დაბალანსება ხო ნატოს და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოს არ დარჩა ფუნქცია. ეს ის ვარიანტია, ხო გლები რო გაწყვიტეს ტყეში და ირმები გასუქდნენ და დაავადებდნენ და ამ დროს გამოჩნდა აგრესიული, გამოჩნდა რა, მერე გახდა აგრესიული და პუტინი და ნატოს გამოუჩნდა საქმე. და მოხდა აღორძინება ნატოსი. მაგრამ საქმე ის არის რომ ამასობაში ის მოხდა რაც წეღან შეთქმულების თეორია რაც მოვყევით და შეიძლება ესე იგი ისე გამოვიდა რომ ეს აღორძინება ნატოსი შედეგი ამას ვერ მოეტანა მაგრამ ამ ნატოს აღორძინებას დაემატა ტრამპის ფაქტორი და შეიძლება ისე ითქვას რომ გონი გადავრჩით თუმცა ჯერ ანუ ეს ისევ რაღაცა სოციალიზმისა და კაპიტალიზმის ჭიდაობა მიდის აბსოლუტურად ეს ომები ახლა რაც არის ეს არის წმინდა წყლის იდეოლოგიურ სარწმუნოებრივი ომები ეს არის ბრძოლა მემარჯვენეობისა და ევროპული ცივილიზაციის მემარცხენეობა ისლამიზმთან ოღონდ ამ მემარცხენეობის და იმის თვალსაზრისით ამათთან ერთად ცხადია არის ამათთან ერთად კი არ არის ამას ყველაფერს ხელმძღვანელობს ბატონი სი და სანამ ისინი დალაგდებიან და ეს ვერ მოხდება ძალიან მალე და ვერც ტრამპის პრეზიდენტობის ერთ ვადაში ალბათ ან როგორ მოხდება ეს მე არ ვიცი ჩვენ ახლა ხო ხედავთ როგორ ჩხარობს ტრამპი ხო პრაქტიკულად ჩვენ ხო არასოდეს არსად არ გვინახავს რომ ესეთი ტემპით ემუშაოს ხელისუფლებას ესე იგი მედია ვერ ახერხებს რომ მიყვეს ამდენ ინფორმაციას ვერ ინელებს ვერ გადამუშავებას ვერ ახერხებს რომ გაშიფროს რატომ აკეთდება რისთვის კეთდება და ნუ სასწაული ხდება რა ხო ძალიან უცებ იცვლება არა იცვლება და იმდენი ინფორმაცია ერთ დღეში იმდენი რამე ხდება წელიწადში არ ხდებოდა და თან ძალიან უცნაური და ახლა ეს მედიებიც ხო ძირითადად სოციალისტურია დასავლეთში ევროპაში თუ იქა და ნუ ჩვენთანაც ერთი თქვენ ახართ და მეორე სალტე რომელიც სოციალისტური არის და ჩვენ ყველა სოციალისტურია სულ გონია რომ რაღაცა მაუზე ტყავისი პალტო და მაუზერი მოხდებოდა რაღაც დაახლოებით ესეთი 30-იანი წლების ბოლშევიკებს 20-იანი წლების ბოლშევიკებს გონა ხო და ამიტომ ესეთი სასწაული ტემპი იმიტომ აქ ტრამპს აღებული რომ ეს 4 წელი ამისთვის ძალიან კარგად ემზადებოდა კადრებით შეარჩია ისიც აი რასაც აკეთებს თქვათ და რო იცის რომ სასამართლოში უჩივლებენ და მე რა იქნებოდა ყველაფერი გათვლილი აქ 1 5 6 7 სulis იქითაა გათვლილი და ის იცის მე რა უნდა გააკეთოს საიდან უნდა შემოუვაროს როგორ უნდა ესე იგი ხო და ამიტომ ეგეთი ტემპი არის წარმოუდგენელი და ესე იგი სასწაულია მადლობა ღმერთს აი ლოცულობ ხოლმე ამ კაცზე რომ კიდევ კარგი რომ ესეთი ადამიანი გამოჩნდა რომელსაც ამდენი ენერგია აქვს ესეთი ჭკვიანია ესე შეუძლია ამდენი სულების გათვლა და ასეთი ერთგული არის ევროპული ცივილიზაციისა და გონიერი აზრის იმიტომ ხო ძალიან ხო არა გონიერ აზრს რომ ვამბობ მე გულისხმობ აქ აი მემარჯვენე ხედვას იმიტომ რომ მემარჯვენე ხედვა რითი განსხვავდება იმისგან ხო მემარცხენესგან რომ ესე იგი ის გასახანს აძლევს ყველა ნიჭს ყველა ტალანტს ყველა შესაძლებლობას და ესე იგი თავარი ასეთი ხედვისათვის არის ადამიანი მისი ნიჭი და არა ხელისუფლება და მისი რეგულაციები და ბიუროკრატია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენზე როგორ შეიძლება ისახოს სანამ ესენი ამ კითხვის დასმამდე რომ სანამ ესენი დალაგდებიან ერთმანეთში და სანამ დაიწმინდება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ტრამპი არ ელოდება არაფრის დაწმენდას, ის უბრალოდ როგორ ვთქვა, ერქებით აწვება და სულ მალე ნახავთ როგორ გახდება მემარჯვენე მთელი ევროპა. აი დღეს თითქმის მთლიანად მემარცხენე ლიბერალური, ულტრალიბერალური ევროპა სულ მალე გახდება მემარჯვენე, იმიტომ რომ ყველაფერს თავი გავანებოთ. კი ძალიან ბევრს პროტესტს გამოთქვამენ, მაგრამ ამერიკა, მოკლედ ამერიკა კი არა.
ნუ ილონ მასკი ესე ვთქვას, ხო? და სხვა მისი დონორები დააფინანსებენ მემარჯვენე პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში ევროპაში. უკვე აფინანსებს. მაგრამ ეს მაინც კიდევ ნიშნავს, რომ ყველაფერს კვლავ წყვეტს ფული. და ფული არის მიზანს ექნება მეტი ფული, იქნება მაშინ იქნებიან მემარჯვენეები, მერე სხვას იქნება მეტი ფული, იქნებიან მემარცხენეები და ჩვენ აი ესე ფულის მქონეთა გემოვნებაზე დამოკიდებულები ვრჩებით მაინც. ვეთანხმებით, მაგრამ ეს არ არის კარგი სქემა, მიუხედავად იმისა, ვინ კარგია, ვინ ცუდია. აი ნახეთ როგორ არის საქმე. საქმე ის არის, რომ ფულის მქონენი არიან სხვადასხვანაირი, ხო? მე ტრამპის შესახებ ტრამპის მომხრე ყოველთვის ვიყავი და მაშინ თუცა ბაიდენმა გაიმარჯვა 20 წელი იყო, ხო? 20-ში. ხო, 20-ში გაიმარჯვა, ესე იგი ჩემთვის ეს იყო ძალიან ძიმე ტრაგედია იყო პირდაპირ, ხო, მაგრამ მაინც ახლა არ ვიცნობდი რა ამ დონეზე ტრამპს, ხო და ეხლა მაგალითად აი ეს რალის რო ეძახიან ხოლმე წინასაარჩევნო შეხვედრებს რომ მართავდა და რო უსმენდი ეგეთი შთაბეჭდილება მჩებოდა რომ ეხლა ეს იყო არც ისე კარგად განათლებული, არც ისე მოკლედ საშუალო რაღაცა საშუალო ადამიანი. ინტელექტუალური მონაცემი. ხო, არ ვიცოდი მეთქვა, რაღაც ეგ. მაგრამ მე იყო მისი ვცელი ინტერვიუ ჯო როგანთან. ჯო როგანთან ინტერვიუს რომ მოვისმინე, მე მივხვდი რომ თურმე რაში ყოფილა კაცო. ეს არის ძალიან ჭკვიანი. ძალიან კარგად განათლებული, ძალიან ღრმად მოაზროვნე, მაგრამ ხალხის დიდ რაოდენობას ასე უნდა ელაპარაკო. იმას არ უნდა უთხრა რომ შენი გეგმები გაუშალე, იმას უნდა drill baby drill. იმას მარტივად უნდა ელაპარაკო, მარტივი ლოზუნგები უნდა ესროლო და გაამართლა ამან. გაამართლა. არასოდეს რომ ახალგაზრდობა კონსერვატორებს არ უჭერდა მხარს მისცა ხმა ახალგაზრდობამ. არასოდეს რომ ისინი, რა ქვია, ზანგები არ უჭერდნენ მხარს. მისცეს ხმა ზანგებმა. ანუ ფერად კანიანები ხა ზანგებზეც რა. ქართულად ჩვენ ზანგებს ვეძახით და აი რუსთაველსაც აქ ზანგი და მურმალებაინძეს აქვს ლექსი ვარგა კოჭილი მე ევროპელი დავხარობ ზანგის ბედნიერები. ხო რა, ზანგი რა, ცოტი სიტყვა კი არ არის, უბრალოდ ზანგი არის. ხო და აფრო-ამერიკელი ენად არის ეს აფრო-ამერიკელი უნდა მოხდე ისა დაუძახო, მაგრამ ეხლა ვიღაცა კონგოელი, რომელიც კონგო და პირდაპირ საქართველოში ჩამოვიდა და ცხოვრებაში ამერიკა თვალით არ უნახავს, ეხლა რომელი მხრიდან არის აფრო-ამერიკელი? არა, უაზრო, მაგრამ ბოთახ სიძულვილის ენად არის მიჩნეული. ნუ ეგ სიძულვილის ენად ეგ არის ლიბერალისტების მოგონილი და მე მაგას არ ვემხრობ. კი ბატონო, მე ვთქვი, კი ბატონო. ხო და რას ვამბობთ? იმას ამბობდით რომ ამ ენაზე უნდა ელაპარაკო. ხო, ასე უნდა ელაპარაკო და ამან გაამართლა. ხო, სრულიად უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა ტრამპმა. არავის ეს არ ეგონა, არც რესპუბლიკელებს ეგონათ, იმათ ხო არ ეგონათ და არ ეგონათ, მაგრამ ესე იგი ამერიკაში აღმოჩნდა რომ ამერიკა საკმაოდ ჭკვიანია. ხალხი მოსახლეობა საკმარისზე მეტად ჭკვიანი. არავის არ ეგონა ამ დემოკრატიულ პარტიას და მათ მიმდევრებს ეგონათ რომ ბოლომდე გამოატვინეს ეს ხალხი, მაგრამ თურმე ვერ მოასწრეს. კეთილი, ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. იმედია რომ ქართული ხალხი ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდება. ამ ქარტეხილებს გადავივლით მშვიდად, ეს იგიჟეები გადაგვეზდება სიბრძნეში, როგორც ჩვენ გვიყვარს ხომ და ქართულ გენს უყვარს ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაში. ძალიან დიდი მადლობა. გაინტერესებს საუბრობთ. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს. ჩვენთან მშვიდობები და შევხვდებით ხოლმე 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის.